ახალი შანსის დროს ჩვენ გავიცანით ერთი საოცარი გოგონა. ის მაშინ ძალიან პატარა იყო და ნახატი გამოგვიგზავნა. 5 წლის იყო. საოცრად ლამაზი და საოცრად მშვენიერი. აი ამ გოგონასგან გავიცანით მისი დედიკოც, ქალბატონი ანა შვანგირაძე, რომელიც არის პედაგოგი. და როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, ქალბატონმა ანამ მისი მოსწავლეების ნამუშევრები გადმოგვიგზავნა საკონკურსოდ. იცით რას მივაქცია ყველაზე დიდი ყურადღება? ორივე მოსწავლეს ეს თავისი ნაშრომი მიძღვნილი ჰქონდა მასწავლებლისადმი. დამეთანხმებით, რომ მაინც ძალიან იშვიათობაა, რომ აი ამდენად მასწავლებელთან იყო ძალიან მეგობრული. და მე ახლა სანამ ფანტაზია მოემზადება და მუსიკალური ნომრებით დაგვატკბობს, ხონი მოგიწვიოთ სცენაზე. ბარბარე, რომელსაც წერსაც ნახატი აქვს წარმოდგენილი, ქალბატონი ანა შვანგირაძე, გვანცა ძიძიგური და ნინო ჯანელიძე. და მინდა გთხოვოთ, უსმიეთ არა ყულით, უსმიეთ გულით. იმიტომ რომ ეს არის მათი თვალით დანახული ცხოვრება მავთულ ღვართებთან, რომელსაც ძალიან მალე თითოეული ჩვენთაგანი დავჭრით და აი ამ მავთულ ღვართებს შევინახავთ ბნელი წარსულის დასტურად, რომელსაც ყველანი ერთად დავამარცხებთ. მადლობა და გითმობთ თქვენ სცენას. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ერთიან საქართველოში ცხოვრობდეთ. მეც როდესაც 2008 წლის ომი საუბედროდ თავს დაგვატყდა, სულ დაახლოებით ვიყავით 16-15 წლის და გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ტკივილი და ემოციები გადმომეცა ჩემი სიტყვებით. მე მინდა პატარა ეს ჩანახატი თქვენ გაგიზიაროთ. გამარჯობათ. მე ანა ვარ. ჯერა რომ ცასარკია მზეკი პორტოხალები თვითელი დისკო. შლის ნუკრი საქართველოს ილაჟვარდეში თავს დაუცველად გრძნობს. მართალია ის ბუნების შვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სულ თავისუფლებას. ცრემლიანი თვალებით გასქერის ბუნებას, თითქოს ტკივილს ერთად განიცდია. ამ ტკივილს მარტო შლის ნუკრი როდი გრძნობდა. გრძნობდა საქართველოს ყველა სულიერი და უსულო არსება. ეს ტკივილი როგორც ადამიანისთვის, ისეთივე ტკივილი იყო მთებისთვისაც. ბრძოლა, სისხლი, ცხელი დღეები, ისევ ომი. ეს 2008 წლის ცხელი და სისხლიანი ზაფხულია. საქართველო მრავალი წლის შემდეგ ისევ დაეთხა სისხლი შენს ქართულ მიწაზე. იქნება ახლა, იქ ყაყაჩვები ბიბინებენ როგორც ადრე. ისინი თავს იწონებენ, მაგრამ მათ ხომ არ იციან სისხლისა და მიწის ნაზავი წარმოქმნილთა ტანჯვა. სიჩუმია, ირგვლივ ხეები, ფოთლები, ყვავილები, ფრინველები, მთებიც კი დანაღვლიანებულან, თუმცა ისიც საოცარია, რომ სულ თლად ყვითელმა მთებმა დაიძინეს და ერთ ღამეში გაჭაყარავდნენ, მაგრამ მაინც თვის წვეროდან მოედინება ჩანჩქერი, მოედინება და ქულს, მასა ჯერა რომ ის კვლავ იკუხებს. შენ ხომ ასეთი ხარ საქართველო, შენ კვლავ არსებობ და იარსებებ. მართალია, ნაღვლიანი თვალებით შევცქერი დღევანდელ დღეს, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩვენს გულშია. ფიქრობ და ვხედავ, რომ ზაფხულის ღამის ხავერდოვანცაზე სიყვარულით თვალი მთვარე დაბარბაცებს. ჰაერიც ბოროდის სიცხის ნებით იწვის და ყოველი სულიერიც უცნაურისა და იდუმალ გზნობის ტკივილით არის სავსე. დღესაც თავი დაუხრია და ღრმა ფიქრს მისცემია. გათენდა. დაქანებულმა მზემ ჩალის მიდამოები ჯერ გააყვითლა, მერე მოაოქროვა, შეაწითლა, შემდეგ თვითონაც გასისხლიანდა და საქართველოს მყინვარის ჭაღარა თავიც სისხლში ამოავლო. მე ანა ვარ და მაინც მჯერა რომ ცასარკია და სარკესავით კრიალა. სიტყვა, მშვენიერება, საქართველო შენთვის შექმნილა, ღვთისგან აკურთხო დალოცილო მხარე ყოფილხარ, არ შემიძლია, არ გადავლო სამოთხის ედებს, სხვა რა დავარქვა, მშვენიერო შენს ლამაზ ველებს. ახალ შანსს, რომ მართლაც მოგვცეს ახალი შანსი, წარმოვაჩინა ჩვენი შესაძლებლობები და გვეთქვა ჩვენი სიტყვა საზოგადოებისთვის. ჩემთვის მართლაც რომ ახალი აღმოჩენა იყო ეს კონკურსი და როდესაც ანა მასწავლებელმა გაგვაგებინა, რომ ცხადდებოდა კონკურსი მავთულ ღვთაებთან დაკავშირებით, სურდა რომ ჩემი ემოცია, რაც გამაჩნდა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებისადმი, გადმომეინთხია ფურცელზე და ჩემი მთავარი პერსონაჟი სწორედ ანა მასწავლებელი და მისი საოცარი ოჯახი იყო და საბოლოო ჯამში
მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენი საქართველო აუცილებლად ოდესღაც გამთლიანდება და ჩვენი მომავალი თაობა მივიტყვით ჩვენ სიტყვას და ამას გავაგონებთ მთელს მსოფლიოს. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებების გისურვებთ. მოგესალმებით. მიხარი რომ დღეს აქ ვარ, ხედავთ ყველას და ასეთ კარგ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. ყველაზე დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს მასწავლებელს, მისი დახმარებით ამ ყველაფერს ვერასდროს ვერ შევძლებდი. მინდა უთხრა, რომ ჩემი ცხოვრების мотиваციის ადამიანია. ეს ყველაზე დიდი რაღაც არის ჩემთვის და მინდა რომ ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს ისეთი ბედნიერი, როგორიც ადრე იყო და მინდა რომ სულ მის სახეზე ბედნიერებას ვხედავდე. მადლობა კონკურსის ადამიანებს, დირექტორს, ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს და მუშაობს. მართლაც დიდ რაღაცას აკეთებთ, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ახალი შანსები, ეს ამ мотиваციის მიცემა და ძალიან დიდი მადლობა. მოგონებს თქო დიპლომები რომ გადავცეთ. ბარბარე, შენ ჩემთან მიდი. მოგონებს გადავცეთ დიპლომები. დიპლომი მინდა გადავცე ნინო ჯანიძეს. და მე მინდა გადავცე ანა შვანგირაძე. ბარბარე, შენ ჩემთან მიდი. და ასევე მინდა გადავცე დიპლომი გვანცა ძიძი. ეს შენ ჩვენგან ახალი შანსისგან და ჩვენგან სამახსოვრდებით. ბარბარე, მოგონებთ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენი ადგილები. ბარბარე, შეინახეთ არ უნახია ჩვენს მამხურებას. აბა წამოდი, გვაჩვენე რომელია. აჩვენე. ეს ცოცხალი ბარბარე რამდენი წლისია? ბარბარე 6 წლის არის და ოღონდ დიდი მადლობა შენ და იმედი მაქვს რომ სულ მეგობრები ვიქნებით, ხო?